მეორე სვირში თანამედროვე სტანდარტების ამბულატორია შენდება. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძემ მშენებლობის სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკანიანთან და ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად გაეცნო. ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განახლებული ინფრასტრუქტურა სოფლის ექიმის პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა მოსახლეობას ოჯახის ექიმის მომსახურებას საკუთარ სოფელში, სახლთან ახლოს სთავაზობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით. სოფლის ექიმის პროგრამა საზოგადოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური პროგრამაა, რომელსაც სახელმწიფო მართავს და რომლის მთავარი ფუნქციაც არის სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის მაქსიმალურად ეფექტიანი უზრუნველყოფა პირველადი სამედიცინო სერვისებით. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ყველას ეგულებოდეს ადამიანი სოფელშივე, რომელთანაც შეუძლია პირველადი, აი ყველაზე აუცილებელი რჩევების მიღება სამედიცინო სერვისის მიღებასთან დაკავშირებით. არანაკლებად მნიშვნელოვანია კვალიფიკაციასთან ერთად თვითონ ექიმებისა, რომლებიც არიან საკმაოდ კვალიფიციური ექიმები, რომ ისინი გამართულ ინფრასტრუქტურაში ახორციელებდნენ თავიანთ ფუნქციებსა და მოვალეობებს. და აი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინტერესის საგანია ჩვენთვის, რომ ეს ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდებოდეს და ის გამოწვევები, რომელიც არსებობს სამმართველობით ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად სწრაფად იქნეს დაძლეული. შესაბამისად, ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი პროექტი იქნება ის, რაც ხორციელდება იმერეთის რეგიონში, რამდენიმე სოფელში, რამდენიმე მსხვილ სოფელში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფად შევძლებთ, რომ რაც შეიძლება დიდი იყოს მოცვა ზოგადად ამ პროგრამისა რეგიონების მასშტაბით. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე წელს სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს. მშენებლობები წლის ბოლოსთვის ეტაპობრივად დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. თურქეთის პრეზიდენტის მოლოდინი მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილის მეზობელ ქვეყანაში ვიზიტისას გადასცა, ქართველ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მკაცრი განხილვის თემად რჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ისტორიკოს შალვა თავაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, ამ საკითხის გააქტიურება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. თავად ტერმინის მესხი თურქები არასწორია და მას ყოველთვის გარკვეული სპეკულაციებისთვის იყენებდნენ. თურქი მესხების პრობლემა არ ახალია, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა ქართველმა ხალხმა დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ავად მოსურნეებმა, რომელთაც სურდათ საზოგადოების გახლეჩვა, მაშინ წამოწიეს ეს თემა. ამის შემდეგ სულ მუდამ ვიღაცები ფიქრობენ, რომ გააქტიურონ ხოლმე და ახლაც ასე მოხდა, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქეთში და იქ ერდოღანმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ მე აი ამ წლების განმავლობაში ვერ დავინახე სახელმწიფოს მიდგომა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რომ ჩვენ საზოგადოებას დაენახა რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მეცნიერები ამ შემთხვევაში დუმან ვერც სასკოლო სახელმძღვანელოებში ახალგაზრდებს ხო ვაკრიტიკებთ, არა რატო ფიქრობენ ისე, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში მიაწოდა სწორი ინფორმაცია, მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული ინფორმაცია, სკოლებში სახელმძღვანელოებში არ ფიგურირებს ეს საკითხი, არც უმაღლეს სასწავლებლებში მე არ მსმენია, რომ რომელიმე ჩემი ყოფილი აბიტურიენტი მოსულიყო და ეთქვა, რომ აი შავლამასწავლებელი ეს საკითხი ჩვენ ვისწავლეთ კარგად იქაც. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არის პრობლემა, ამ პრობლემას არ უნდა თვალის დახუჭვა, თუ რა უნდათ, რატომ მოდიან რისთვის მოდიან? მაშინ როდესაც ისინი აბორიგენები არ არიან მესხეთის ტერიტორიაზე, მესხებსაც რომ შეურაცხყოფას ვაყენეთ იმ ძიძველ ხალხს, ამასთან თურქი მესხი ეს ტერმინი საერთოდ არ არსებობს, გამოგონილი ტერმინი არის. და კიდევ ერთ მინდა გავამახვილო ყურადღება, როდესაც ის სტალინმა გადაასახლა შუა აზიაში, ანუ დააბრუნა იმ მიწაზე, რომელი მიწიდანაც ისინი წამოსულები არიან და მერე როდესაც 1989 წელს თქვენთვის კარგად ცნობილი ფერგანის
ტრაგედია მოხდა, არავინ არ სვამს კითხვას. იმ ხალხმა მისმა მონათესავე გენეტიკურადაც, რელიგიურადაც სუნიტები არიან ესენიც, ისინიც, ხო, რატომ ვერ იგუეს თავისი ნათესავები და რატო გამოაძევეს უზბეკეთიდან? და დღეს რა ზოგი ჩილოკავკასიაში ცხოვრობს, ზოგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ზოგი რუსეთის ტერიტორიაზეა. და შესაბამისად, აი ბევრი კითხვის ნიშანი, ხო, რაღაც ორწუთიან მონაკვეთში რამდენი კითხვის ნიშანი დაისვა. და ერთხელ და სამუდამოდ ამას ხომ უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, როდესაც რაღაცას ვითხოვთ სხვისგან, მოდით ჩვენ თავ დავუსვათ, ეს გავეცით როდესმე ამ კითხვის პასუხი. აი ეს პრობლემა, რომელიც დგას ქართული საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აპირისპირებს ქართულ საზოგადოებას ერთმანეთთან და ამით ის ავად მოსურნე მეხუთე კოლონა კარგად სარგებლობს და ვლანძღავთ ერთმანეთს მაპატიეთ ამ სიტყვის თქმისათვის. აი ეს სიხარული ყველამ უნდა გამოცადოს იქ, როდესაც ათეულში ხვდები და ძალიან დიდი წვლილი მიიგიძღვის იმ მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაში, რაც იქ დაფასდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ ჩემი სკოლა, მე გახლავართ მეორე სვირის აკაკი წერეთლის სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველება ბიოლოგიის მასწავლებელი 7 წლის განმავლობაში ჩართული ვართ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აქტივობები დაგვიგროდა სკოლაში და ვიცით რომ საერთოდ მსოფლიოში გარემოს დაცვა რა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეს ეკოლოგია ჩვენი მთავარი საზრუნავია. აქედან გამომდინარე დაგვეხმარა გარემოს დაცვის და განათლების ცენტრი, მოგცა შესანიშნავი წიგნები, რომელშიც აქტივობები იყო გათვლილი და ამ აქტივობების თამდევი გავხდით ჩვენც. ჩვენ ყოველწლიურად წლების განმავლობაში ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, ეზოს გამწვანება, სკოლის ეზოში დასუფთავება და ჩვენი სკოლა მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც იწყება აჯამეთის აღკვეთილი და ხშირად ვართ მისი სტუმარი და აჯამეთის აღკვეთილი იმითაც არის გამორჩეული, ორი სახეობის მუხა არსებობს აქ, რომელიც არსად არ არის მთელ მსოფლიოში და ამიტომ მიიღო მან აღკვეთილის სახელწოდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მაინც მეორადი ნივთებისათვის სიცოცხლის შექმნაზე. კერძოდ კომპოსტს ვაწარმოებთ პროდუქტების, საკვები პროდუქტების ნარჩენებისაგან, რომელსაც ორგანულ სასუქად გამოვიყენებთ სკოლაში ნარგავებისათვის, ასევე სხვადასხვა პლასმასისგან ვაკეთებთ სხვადასხვა სათამაშოებს, რომელიც ახალწლოდ გვადგება და ასევე ღონისძიებებისათვის და მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე ძალიან მიმაჩნია მე, ეს იყო მაკულატურის შეგროვების შედეგად, რომელშიც მთელი სოფელი თემი იყო ჩართული, ვამუშავებთ მას სკოლაში და ღებულობთ ახალ ფურცელს და ასევე მივიღეთ სხვადასხვა ფერის ფურცლები, ისევ ბუნებრივი საღებავების ენდროსა და ფერაფერა საშუალებით და ალბათ ეს დაწყებითი საფეხურისათვის ამის სწავლება, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პატარაობიდანვე, როცა ბავშვები უკვე შეეჩვევიან, როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს, ეს აუცილებლად მოგვიტანს დიდ შედეგს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ გარესამყაროსაც ეშველება. ეს კონკურსი 2018 წლიდან ტარდება მწვანე ჯილდო, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები იყვნენ ჩართული. მხოლოდ 2022 წელს დაემართა უკვე სკოლები და ზუსტად ეს იყო მიზანი, ცნობიერების ამაღლება დაწყებითი საფეხურზე ბავშვებში და მასწავლებელთა წახალისება. ეს კონკურსი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, სადაც ცენტრის ხელმძღვანელები მუშაობდნენ პირველ ეტაპზე, რომ გადარჩევა მომხდარიყო ამ განაცხადების, მეორე ეტაპზე უკვე ჩაერთო სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც ჟიური შეიკრიბა და თითოეულ სკოლას და თითოეულ კონკურსანტს უნდა წარგვედგინა ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები და ამ ჩატარების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოვხდი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავდა და აღმოჩნდი ათეულში და 23 ივნისს შერატონში იყო დაჯილდოება, სადაც მივიღეთ საუკეთესო ათეულისა და საუკეთესო მწვანე ჯილდოს მფლობელის
ძალიან ბევრი სიგელი და ფასიანი საჩუქრები. ნიკო კეცხოველის კლუბი არის, რომელიც სხვა ისევ გარემოს დაცვას ეხება. იქაც ნახევარფინალში ხვდებით სულ, მაგრამ იქ ჩატარებული აქტივობები დაგვეხმარა ჩვენ, რომ მწვანე ჯილდოზე განაცხადი გაგვეკეთებინა. ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩვენი სკოლა რეაბილიტირებული იყო და პირველ სურში ვსწავლობდით. ზუსტად აი ამ მეორადი ნარჩენებისგან ბავშვებს შევაკერინეთ თოჯინები და თოჯინების თეატრი მქონდა, რომელიც სცენაზე წარვადგინეთ და ანშლაგით დამთავრდა, ასე რომ ვთქვათ, გავიმეორეთ რამოდენიმეჯერ. შემდეგ იყო პანდემიის პერიოდში თვითონ გაჯამეთის აღკვეთილში ონლაინ გაკვეთილი ჩავწერე, რადგან ბავშვებთან შეხება არ მქონდა და რა ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობები გახდა საფუძველი იმისა, რომ ეს დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ნამუშევრები გაგვეცნო მთლიანად საქართველოსათვის.